წინაშე ვდგავარ და სიტყვის საშუალებას რომ მომეცა ორმაგად ბედნიერი ვარ და მადლობას გიხდით ამისთვის. მე ვფიქრობ, დღეს ისეთი ღონისძიება ვნახეთ ამ 9 ასოციაციის შემადგენლობით, რომელსაც რა თქმა უნდა თითოეულს მადლობას ვუხდი, რომ ეს ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ეს იყო ახმედ ოზგან მელაშვილის კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელება და მე ვფიქრობ მისი სული ხარობს, როდესაც თქვენ აი დიდი მადლობა ტაშისთვის, მე მგონი რომ მისი სული ხარობს დღეს და არა მარტო დღეს, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად იმ საქმეს აგრძელებთ, რომელიც მან დაიწყო ასე ხმამაღლა და თქვენ ამ ყველაფერს ისე ვღელავ რომ ტირილით დავამთავრე, ცრემლის ღრა იმდენად ემოციური იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მე საქართველოდან მოსულმა ერთმა თქვენმა მეგობარმა ქართველმა. მინდა უდიდესი მადლობა თითოეულ იმ მასწავლებელს, რომელიც ზრუნავს რომ ქართული ენა ასწავლოს აქაურებს და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ემიგრანტ ქართველებსაც გადავუხადო, იმიტომ რომ მათაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ ამ ყველაფერში. ბატონ კონსულს მივესალმები და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა რომ დღეს აი ამ ასოციაციებს, რომელსაც მე 12 წელია ვემეგობრები და კულტურულ ურთიერთობებში ვართ ერთმანეთთან, დღეს ასე ერთიანად ვხედავ და ასეთი ლამაზი ღონისძიება შემოგთავაზეთ. უდიდესი მადლობა. აი მე მინდა კიდე ერთი რამ გითხრათ. თქვენ გიხდით მადლობას იმისთვის, რომ ენას ინარჩუნებთ და ჩვენ საქართველოში მცხოვრები ქართველები ვცდილობთ რომ ქვეყანა შევინარჩუნოთ. ქვეყანა არ არსებობს ენის გარეშე და არც ენა არ არსებობს ქვეყნის გარეშე. ეს ორი განუყოფელი ნაწილია. მე ახლა მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ეშრეფ ილმას, იმიტომ რომ როდესაც მან დაიწყო ეს ღონისძიება ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლობა იცით რატომ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქულ ენაზე. და რატომ? ეს არის მნიშვნელოვანი რატომ? ქართველებმა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ქართული ენის მნიშვნელობა, მაგრამ თურქულ ენაზე თქვენ უკეთესად გაიგებთ დღეს ამ ყველაფრის მნიშვნელობა და ეს იყო ძალიან მისასალმებელი, ყოველ შემთხვევაში მე ასე შევაფასე. ერთ ლექსად შემოგთავაზებთ, თუ კი არ მოგაწმეთ თავს და შემდეგ რა თქმა უნდა სიყვარულით დაგემშვიდობებით. შენ ქართველი ხარ ძმაო და იცი იბერიელთა სისხლი გაწუხებს. დაიბადე და ტანში გაქვს ფიცი რომ ვერ დაითმენ ბორკილს მარწუხებს. შენ ქართველი ხარ ძმაო და ფიქრობ რომ ენა მოგცა ღმერთმა ისეთი, მუდამ ჯოჯოხეთ გამოვლილ ხვითოს ამ ენის გამო შემოისევდით. შენ ქართველი ხარ ძმაო და გესმის რა ანბანით არს ენა ქართული უხსოვარ დროში ჩაყრილი ფესვი დღეს ვაზის ჯვარზე არის დართული. შენ ქართველი ხარ ძმაო და გწამდეს რომ ანიბანის დედამიწა ხარ. ქართული ენა ღმერთების სამდე აღწევს და სისხლი ყვირის ვინცა ხარ. შენ ქართველი ხარ ძმაო და იცი უფალში შენი სამკვიდრო მოსჩანს. შენ არც ვალი გაქვს არასდროს სხვისი. შენ ქართველი ხარ ძმაო და მორჩა. ძალიან დიდი მადლობა.